მოგესალმებით. დონალდ ტრამპის ამერიკისა და ძველი ევროკავშირის ბიუროკრატიისა და Deep State-ის გზები რომ გაიყო, ეს უკვე ცხადია. პირველ რიგში ეს ჩანს უკრაინასთან მიმართებით. ზელენსკი, რომელმაც თავისი ქცევით მასპინძელს თეთრ სახლში შეურაცხყოფა მიაყენა, ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონში ჩაიყვანა. სამიტიც მოუწყო, სხვა ევროპელი ლიდერებიც მიუსვა გვერდით და ყველას აჩვენა, რომ ზელენსკი მათი ფავორიტია. ტრამპის ახალი ადმინისტრაციის და ევროკავშირის ბიუროკრატიის დაპირისპირება კარგად ჩანს რუმინეთის მაგალითზეც. შეგახსენებთ, რომ რუმინეთში გასული წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. არჩევნების გაუქმების მიზეზად გამარჯვებული კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კეთილსინდისიერების საკითხი დასახელდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დაფინანსება ისევ ერთ-ერთი რუმინული პარტიისგან მოდიოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს განაჩენი მაინც არ შეცვლილა. მას შემდეგ რუმინეთში აქციები სისტემატურად იმართებოდა, რომელშიც 10,000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას და მოქმედი პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის გადადგომას ითხოვდნენ. უფრო მეტი, კალინ ჯორჯესკუმ სარჩელი შეიტანა რუმინეთის უზენაეს სასამართლოში მოთხოვნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკან წაეღო თავისი განაჩენი, მაგრამ ასე არ მოხდა და განაჩენიც ძალაში დარჩა. მართალია, უზენაესმა სასამართლომ ჯორჯესკუს სარჩელი არ დააკმაყოფილა და არჩევნები რუმინეთში მაინც მაისში უნდა გაიმართოს. როგორც ჩანს, ევროკრატებს ძალიან ეშინიათ ჯორჯესკუსი. ეშინიათ და გასაგებია რატომაც. თუ კი კალინ ჯორჯესკუ გახდება რუმინეთის პრეზიდენტი, მაშინ ევროკავშირში მივიღებთ ძალიან ძლიერ ტრიოს, რომელიც ბრიუსელის დიქტატისა და ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თითქმის ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგი იქნებიან. საუბარია სლოვაკეთზე, უნგრეთსა და რუმინეთზე. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ შტატების პრეზიდენტი არის დონალდ ტრამპი და ეს სავარაუდო ტრიო ტრამპის ბუნებრივი მოკავშირეა. ეს სცენარი კი უკვე იმას ნიშნავს, რომ Deep State, რომელსაც ისედაც სირთულეები აქვს შტატებში გამოცხადებული წმენდის გამო, ახლა ევროკავშირის სირთულეს დაემატება. ეს კი ევროკრატების გეგმებში არ შედის. ამიტომაც რუმინეთის პოლიციამ 26 თებერვალს კალინ ჯორჯესკუ დააკავა და დაკითხვაზე გადაიყვანა. პროკურორებმა მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცეს და დაიწყეს მისი ახლო თანამშრომლების, მათ შორის ჯორჯესკუს პირადი მცველების საკუთრებაში არსებული ობიექტების ჩხრეკა. პროკურატურაში ჯორჯესკუს დაკითხვა 5 საათი მიმდინარეობდა. ბოლოს გადაწყდა, რომ ის 60 დღის განმავლობაში იქნება სასამართლოს კონტროლის ქვეშ და აეკრძალება ქვეყნის დატოვება. ვადად 60 დღე რატომ დასახელდა გასაგებია. არჩევნები 4 მაისს იმართება. იქამდე კი ზუსტად 2 თვე, 60 დღე არის დარჩენილი და სწორედ ამ პერიოდში არის აუცილებელი ჯორჯესკუს გაუვნებელყოფა. Deep State-ისა და ევროკრატების ქმედებების დაჩქარების მიზეზი გახდა შტატების ვიცე-პრეზიდენტის JD Vance-ის ევროპაში ვიზიტი და მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიც. Vance-მა მაშინ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირი. ვითარების სარკედ მოიყვანა გაუქმებული არჩევნები რუმინეთში. ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის კმაყოფილება ამ არჩევნების გაუქმებით და მისი მუქარა გერმანიაში არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, თუკი ევროკავშირი ამის საჭიროებას დაინახავდა. შემდეგ Vance-მა ეს პოზიცია კიდევ გაიმეორა. ამ ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ევროკრატები და ევროკავშირის ბიუროკრატია იძულებული გახდა ემოქმედა და გადაწყვიტეს ძალის გამოყენება. სამართლებრივი გზებით ყველაზე სავარაუდო კანდიდატის მოშორებას სცენიდან. ეს სწორედ იმას აჩვენებს, რომ შტატების ადმინისტრაციისა და ევროკავშირის გზები გაიყო. როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე ევროკავშირის მთავარი მოკავშირე, შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ხელოვნურად გაუქმდა და ეს ევროკავშირისთვის არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და მიუხედავად ამისა, შემდეგ ჯორჯესკუს აკავებენ და ბრალდებებს წარუდგენენ, ეს არის პასუხი Vance-ისთვის, ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის. ევროკავშირის Deep State, ევროკრატები და ევროპული ბიუროკრატია დანებებას ასე მარტივად არ აპირებენ. მათ გაფრთხილებებს არ ითვალისწინებენ და ისევ ძველ დღის წესრიგს მიჰყვებიან, სადაც მთავარია ნეოლიბერალური და გლობალისტური იდეოლოგია. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ჯორჯესკუს 6 ბრალდება წაუყენეს. საუბარია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებებისკენ მოწოდებაზე, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი დეკლარაციის წარდგენაზე, ფაშისტური, რასისტული
და ქსენოფობიური ორგანიზაციის შექმნაზე, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში ჩართული პირებისა და ასევე ფაშისტური, რასისტული და ქსენოფობიური იდეების პროპაგანდაზე, ანტისემიტური ორგანიზაციების შექმნასა და მხარდაჭერაზე. მარტივად ვთქვათ, ამ ყველაფერს ჯორჯესკუ 24 ნოემბრის შემდეგ რომ ვერ მოასწრებდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ეს საქართველოდანაც კარგად ჩანს. თუ ეს ბრალდებები პრობლემა იყო, მაშინ საერთოდ რატომ დაუშვეს პირველ ტურში? ჩნდება ძალიან სამართლიანი ეჭვი იმაზე, რომ 6-ვე ბრალდება არის მხოლოდ იმისთვის, რომ რუმინეთში პოლიტიკური ელიტის რეალური მოწინააღმდეგე მოიშორონ. თან ხაზი გავუსვათ, რომ ეს ხდება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ნატოს წევრ ქვეყანაში და არავინ არ საუბრობს ევროკრატებიდან იმაზე, რომ პოლიტიკურ ოპონენტს დევნიან. რუმინეთში პოლიტიკური რეპრესიებია, რუმინეთში დიქტატურაა და მსგავსი განცხადებები. ათასობით ადამიანი გამოდის ჯორჯესკუს მხარდასაჭერად და ესეც არაფერი. ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის მაღალი სტანდარტების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ლიბერალური ფასეულობების დამცველები უბრალოდ ჩუმად არიან. ეს იმას აჩვენებს, რომ სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატია, ევროკრატები არიან დაინტერესებული იმ პროცესით, რაც ახლა რუმინეთში ხდება. კალინ ჯორჯესკუს შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ეს კალინ ჯორჯესკუა. დღეს უკვე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და როგორც ჩანს, რუმინეთი უკვე იმყოფება დემოკრატიისა და დიქტატურის გზაჯვარედინზე. გასულ წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნები საერთოდ გააუქმა. შემთხვევა უპრეცედენტოა. ახლა კი ახალი არჩევნების წინ კალინ ჯორჯესკუს პოლიცია გზაჯვარედინზე აჩერებს. მანქანიდან გადმოჰყავს და აკავებს. გასულ წელსაც ჯორჯესკუ იმარჯვებდა. ახლაც ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით ის მოიგებს. ეს დიპ სტეითის მიერ მართული ევროკრატებისთვის უკვე წითელი შუქია. 2024 წელს არავის ეგონა, რომ ის საარჩევნო ფინიშთან პირველი მივიდოდა. წაგება ბრიუსელის ჩინოვნიკებისთვის იმდენად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ ისინი დემოკრატიის წინააღმდეგაც წავიდნენ. ყველა ევროპულ ღირებულებას ხაზი გადაუსვეს და არჩევნების გაუქმებას მიაღწიეს. რა თქმა უნდა, მათი ევროკრატების მარცხი ამ მრჩეველს კი არ დაბრალდა, რომელმაც მათ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა, არამედ მტრებს. ასეთი მტერი კი რა თქმა უნდა რუსეთია. ითქვა, რომ მოსკოვი ჩაერია და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა. ამიტომაც უნდა გაუქმდეს. ბრიუსელი რა თქმა უნდა ლიბერალ კანდიდატს ელენა ლასკონის გულშემატკივრობდა, რომელმაც პირველ ტურში მხოლოდ 19% აიღო. დამოუკიდებელმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ კი 22%. ბრიუსელის ფავორიტს მეორე ტურში გამარჯვების არანაირი შანსები არ ჰქონდა. ამიტომაც საერთოდ წაშალეს არჩევნებიც და შედეგებიც. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ თურმე რუსეთმა კოორდინირებული ონლაინ კამპანია აწარმოა ჯორჯესკუს მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის მტკიცებულებებიც გააჩინეს. ბრიუსელის კანდიდატურის გადასარჩენად რუმინეთის მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაზვერვის ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის TikTok-სა და Telegram-ზე, ათასობით ანგარიშს მართავდა ჯორჯესკუს მხარდასაჭერად. დოკუმენტი მხოლოდ ვარაუდებზე იყო აგებული, თუმცა იმ მომენტისთვის ბრიუსელი სასარგებლოდ იმუშავა. საინტერესოა, რომ ეს ვითომმა კომპრომიტირებელი მასალები გაასაჯაროვა პრეზიდენტმა და არაძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ან დეპუტატებმა. ესეც კარგად გათვლილი ილეთი იყო. იოჰანისი პრეზიდენტის ოფისს 2014 წლიდან იკავებს. მას უკვე 2 წლიანი ვადა ეწურებოდა. შავი საქმის კეთებაც ლოგიკურად მას ერგო. გააკეთა და სკანდალს შეეწირა კიდეც. ოპოზიციამ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა: ეს ყველაფერი უსარგებლო მცდელობაა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მე რამდენიმე თვეში მაინც დავტოვებ თანამდებობას. არასდროს, ვიმეორებ, არასდროს დამირღვევია კონსტიტუცია. ეს მავნე პროცესია, რადგან ყველა წაგებული დარჩება და ამით ვერავინ მოიგებს. ჩვენი ვერც ერთი პარტნიორი ვერ გაიგებს, რატომ აპირებს რუმინეთი თავისი პრეზიდენტის გადაყენებას. მაშინ, როცა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი უკვე დაწყებულია. თუმცა კრიზისი იმდენად გამწვავდა, რომ იძულებული გახდა გადამდგარიყო. წასვლის წინ განაცხადა: იმისათვის, რომ დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან, არასაჭირო და ნეგატიური განვითარებისგან, მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას. გადამდგარი პრეზიდენტი მართალი აღმოჩნდა. დიპ სტეითის მიერ მართული ევროკრატები როგორც ჩანს არ აპირებენ საკუთარი მარცხი ხალხს აპატიონ. ამიტომაც როგორც იოჰანისმა თქვა, წაგებული დარჩება ყველა და ეს პირველ რიგში კალინ ჯორჯესკუს ეხება.
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი საქმე უკვე გააკეთა. ახლა პროკურატურის ჯერია. როგორც გამოცემა სერიწერს დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ გამოძიება 6 ბრალდებით გამოდის. ბუქარესტის დედაქალაქის პროკურატურამ საქმე 6 ბრალდებაზე აღწერა, რომელიც ლავირებს არაკონსტიტუციურ ქმედებებსა და ფაშისტური ქსენოფობიური ორგანიზაციის შექმნას შორის. ყველაფერი ეს კი დაკავშირებულია მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროების გაყალბებასთან ან ქონებრივ დეკლარირებასთან. პროკურორებმა ის არა მხოლოდ დააკავეს და დაკითხეს, ჯორჯესკუს და მისი დაცვის სახლებში ჩხრეკაც კი ჩაატარეს. მიზეზი მისი საპრეზიდენტო კამპანიის შესაძლო უკანონო დაფინანსებაა. სერიწერს ჩხრეკები ათეულობით სახლში ჩატარდა, როგორც ბუქარესტში, ისე რამდენიმე სხვა ქალაქში, მათ შორის სიბიუში და კლუჟში. ჩხრეკენ პირების სახლებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ჯორჯესკუსთან. გამოძიება 27 პირის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის სურვილში. ჯორჯესკუ სასამართლო მეთვალყურეობის ქვეშ 60 დღის განმავლობაში დარჩება. ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა ან ახალი სოციალური მედიის ანგარიშების შექმნა. გარდა იმ ანგარიშებისა, რომლებიც უკვე აქვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯორჯესკუმ ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა თავიდან მოიშოროს იგი არჩევნების მეორე ტურის წინ. მედიაში სადაც ის ჩნდება, ხშირად ნახავთ წარწერას დემოკრატია კვდება, ევროპული დემოკრატია მოკვდა, რუმინეთში კომუნიზმი ბრუნდება. ასეთია უკვე პოდკასტების მთავარი მესიჯიც. ჟურნალისტი ამბობს. დიახ, ისინი ეძებენ გზებს და საშუალებას მის დასაპატიმრებლად, იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ. ეს საშინელი ისტორიაა. მათ არ სურთ ხალხის ხმის გაგონება. ის აირჩიეს პირველ ტურში, მაგრამ აღიარების ნაცვლად მათი მხრიდან ბრალდებები გაისმა. ისინი მას ძალიან ცუდად ექცევიან. მარცხის არ მიღება, ბრალდებები, ჩხრეკები, დაპატიმრებები, კონკურენტების საარჩევნო მარათონიდან ჩამოშორება. ყველაფერი ეს უფრო ადრე მოლდოვაში ვნახეთ. ქვეყანაში, რომელსაც ბრიუსელის ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით ჯერ სტატუსი მისცეს, შემდეგ დიალოგი გაუხსნეს და აქ უკვე საკითხავი რეფორმების მდგომარეობა, დსთ-ის წევრობა, კორუფციის მაღალი დონე და მძიმე სოციალური ვითარება კი აღარ არის, არამედ დემოკრატიის ხარისხი. Deep State-ის ფსონმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. მეორე ტური დაინიშნა. ბრიუსელში განგაშის ხმა გაისმა. მათ სანდუს მოგება სურთ. და მერე ხდება ის, რაც დემოკრატიული და ევროპული სამყაროსთვის სრულიად უპრეცედენტოა. დამარცხებულმა სანდუმ 300,000 ხმა მოსყიდულად გამოაცხადა. სანდუს მომხრე მედიამ მათი აზრით მოსყიდული ამომრჩევლების სია გამოაქვეყნეს. პოლიციამ თქვა, რომ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე. ეს მან გადაიხადა 39 მილიონი ამ ელექტორატის მოსასყიდად. ამისთვის კი გამოძიების ვერსიით სოციქსელები გამოიყენეს. დამნაშავე პლატფორმად გამოცხადდა ტელეგრამი. მეორე ტურის წინ სანდუს მოწინააღმდეგეების გამოვლენა და დაკავება დაიწყო. დაიწყო მასიური ჩხრეკები და ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურა. ევროკრატებმა დასავლეთში დამატებითი უბნები გახსნეს. რუსეთში 9 მილიონიანი დიასპორისთვის მხოლოდ 2 უბანი გაიხსნა. ისიც მოსკოვში. არჩევნების გაუქმებისთვისაც ემზადებოდნენ. იმიტომ რომ სანდუმ მეორე ტურიც წააგო. მოლდოვამ ბრიუსელის ევროკრატების ფსონს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ღამე დიდი საოცრება მოხდა. ევროპიდან სანდუმ ზუსტად იმდენი ხმა მიიღო, რამდენიც მის გასამარჯვებლად იყო საჭირო და აუცილებელი. ახლა არჩევნების ჩატარება უკრაინაში არ უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ რადამ ასე რომ ვთქვათ, პირველ ტურში ზელენსკის უფლებამოსილების ცნობა ჩააგდო, თანაც Deep State-ის მიერ მართული ევროკრატების თვალწინ. ღამე ისევ რაღაც სასწაული მოხდა. გუშინდელმა მოწინააღმდეგეებმა აზრი შეიცვალეს. რადაში ჩატარებული მეორე ტურის შემდეგ ზელენსკი როგორც იქნა გავიდა, ის პრეზიდენტად ცნეს. ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა ზელენსკი მოქალაქეებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. Fox News-თან საუბარში გაბარდმა თქვა: როდესაც რეალობას ვუყურებთ იმ მოვლენებს, რაც ამ ქვეყანაში და ზელენსკის მთავრობაში ხდება, ვხედავთ, რომ ვითარება სრულიად საპირისპიროა. უკრაინაში გაუქმებულია არჩევნები, ჩახშობილია პოლიტიკური პარტიები, ზოგიერთი მათგანი კრიმინალიზებულია, ხოლო პოლიტიკოსები ციხეში აღმოჩნდნენ. რელიგიის თავისუფლება ირღვევა, ეკლესიები იკეტება, პოლიტიკურ ოპონენტებს აჩუმებენ, მედიას მთლიანად სახელმწიფო აკონტროლებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა მთელი სია ფაქტებისა, რომლებიც დემოკრატიისა და
თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ ჩნდება კითხვა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში გაუსვა ხაზი. გასაგებია, რომ ისინი პუტინის წინააღმდეგ დგანან, ეს აშკარაა, თუმცა რეალურად რისთვის იბრძვიან? შეესაბამება კი მათი ქმედებები იმ ღირებულებებს, რომლებიც მათი თქმით ჩვენს საერთო ღირებულებებს წარმოადგენს, თავისუფლების, მშვიდობისა და ჭეშმარიტი უსაფრთხოების იმ პრინციპებს, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უჭერენ მხარს. მეტიც უკრაინაში როგორც ჩანს, არა მხოლოდ უკრაინულ ოპოზიციას ადუმებენ, არამედ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ამინძებს ზრუნავენ. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი მიხაილ პოდოლაკი მაგალითად გაკვირვებულია. როგორ ვერ ჩაუწყვიტეს აქამდე მოლდოვაში ხმა იქაურ ოპოზიციას? როგორ ვერ აკრძალეს ის პარტიები, ვისაც მოლდოვის პრეზიდენტი არ მოსწონს? Я не совсем понимаю, почему они еще не находятся под запретом в такой ситуации. ამ და ასეთი პროცესების გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა და მათ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ფაქტიურად ღალატში დასდო ბრალი. დემოკრატიას საფრთხე რუსეთისგან ან ჩინეთისგან კი არ ემუქრება, არამედ თქვენგან, თავად ევროპელებისგანო. ამდენად პირდაპირ და გულწრფელი იყო ვენსი. დარბაზში კი ბრიუსელის დიპსტეითის მიერ მართული ევროკრატები ისხდნენ. ყველაზე მთავარი, რაც ჯეი-დი ვენსმა თქვა, ევროპაში დემოკრატიის ნაკლებობაა, რის გამოც მისივე თქმით ევროპა ვერ უმკლავდება გამოწვევებს. თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება განადგურდეს რამდენიმე $100,000 ციფრული რეკლამით სხვა ქვეყნიდან, მაშინ ეს არ იყო ძალიან ძლიერი დასაწყისისთვის. არც არის. ბრიუსელის ჩინოვნიკებს ხალხის ხმა აშინებთ. ამიტომაც მათ ჩასახშობად ზოგან არჩევნებს აუქმებენ. ზოგან ოპონენტებს დევნიან, იჭერენ, ბინძურ ბრალდებებს უყენებენ. მათი მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამიტომაც მათი მოწინააღმდეგე უკვე დემოკრატია გახდა. ხალხს საკუთარი პრობლემების მოგვარება სურს. დიპსტეიტს კი თავისი ევროკრატებით საკუთარი მიზნები აქვთ. ეს აცდენა ვლინდება სწორედ არჩევნებში. არჩევნებამდე სოციალურ კვლევებში. სოციალურ კვლევებამდე ევროპელების განწყობებში. ხალხს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც მათ საკუთარ პრობლემებს მოაგვარებს. ევროპელების დღის წესრიგია მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, საზღვრების გაკონტროლება და ოჯახური ღირებულებების დაცვა. მაშინ როცა დიპსტეითი თავისი ევროკრატებით მხარს უჭერს ომს, ომის ეკონომიკას და უკონტროლო მიგრაციას, ასევე გენდერების მრავალფეროვნებას, როცა შეგიძლია იყო ძაღლიც, ფოთოლიც, უსქესოც და ორსქესიანიც. კონფლიქტიც აქ ჩნდება. არჩევნებშიც ამიტომ აგებენ. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი რამ, რაც რუმინეთში ხდება, საქართველოში მომხდარიყო. ხომ ყველა შარლ მიშელი და ყველა ფონ დერ ლაიენი სათითაოდ ივლიდნენ საქართველოში თავიანთი დელეგაციებით და მუდმივად იმაზე ისაუბრებდნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოკვდა და დიქტატურაა. 28 ნოემბრის შემდეგ 5 დღის განმავლობაში უწყვეტად ვხედავდით შტურმს პარლამენტზე, რევოლუციის მცდელობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მართულ აგრესიას და პოლარიზაციას ევროკავშირის მხრიდან. დღესაც კაია კალასი და პაվել ჰერჩინსკი დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ. გეგონება თავად არიან კანონიც და სამართალიც და მათ ნათქვამზე უნდა იაროს ყველა. აი აქ ჩანს ძალიან მკაფიოდ ორმაგი სტანდარტები. აქ ჩანს, რომ ევროკავშირი დიპსტეითის მიერ მართული გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტია და აქ ჩანს, რომ დღეს ტრამპის ამერიკას და ფონ დერ ლაიენის ევროკავშირს ერთმანეთთან ცოტა რამ აქვს საერთო. მე ივანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.